მთავრობის ხმამაზე დღეს მაჰმადიანი მესხების საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიას განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ხმამის დაწყებამ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ავტორიტეტთან მინისტრმა დავით არახველიძემ განუცხადა. მისი თქმით, სტრატეგია ეხება მხოლოდ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებას და სტატუსის მქონე პირებს, ეგრეთ წოდებული მუსლიმი მესხებისთვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებების მიღების ვადა 2010 წლის 1 იანვარს ამოიწურა და სულ ქართულ მხარეს 5841-მა სრულწლოვანმა აპლიკანტმა მიმართა. დღეს მთავრობაზე განიხილება სახელმწიფო სტრატეგია 20 საუკუნის 40 წლებში საქართველოსთან გადასახლებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ, ანუ მუსულმანი მესხების თაობაზე. ეს არის საქართველოს ევროსაბჭოს ურთიერთობის კონტექსტში ასეთი ვალდებულება ჩვენს ქვეყანას არ ქონია, მაგრამ მხარის მოთხოვნის შესაბამისად გათვალისწინებული იქნა და ჩვენ მოამზადეთ სახელმწიფო სტრატეგია, დღეს განიხილავს მთავრობა და შემდეგ დაიწყება მუშაობა